მოგესალმებით და დიდ მადლობას გეტყვით მოსვლისთვის და ჩვენთან ერთად ყოფნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. როგორც უკვე ჩემს წინა გამომცვლელებმა მაიამ და ვახუშტიმ აღნიშნეს, ჩვენ უკვე 1 წელია და ცოტა მეტიც, რაც ვმუშაობთ პროგრამებზე, საპროგრამო დოკუმენტებზე სხვადასხვა სფეროში. და შექმნილი არის 17-მდე სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ვიდრე მე გადავიდოდე უკვე უშუალოდ მთავარი პრინციპების წარდგენაზე, მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული. ეს პროცესი ჩვენ გვესახება როგორც განგრძობითი პროცესი, იმიტომ რომ უკვე მალე უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როდესაც ეს ჩვენი პირველადი დოკუმენტები გვინდა წარმოვდგინოთ სხვადასხვა ჯგუფებს, მოვაწყოთ შეხვედრები და მივიღოთ უკავშირი ადამიანებისგან, როგორ შეიძლება რომ შეიცვალოს გარკვეული ელემენტები ან გაუმჯობესდეს ამა თუ იმ პროგრამაში და ეს ეხება ასევე ეკონომიკის პროგრამასაც. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ კონკრეტულად როდესაც ეკონომიკის პროგრამაზე ვსაუბრობთ, აქ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, კიდევ ბევრი კონკრეტული კვლევა არის ჩასატარებელი. ამიტომ დღეს რისი წარდგენაც შეგვიძლია, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპები, რომლებზეც თანხმდებით და აქვე უნდა ვთქვა, რომ აქ არის ბატონი გია ჭანტურია ოთახში, ლელა რეხვიაშვილი, რომელიც ემიგრანტია, მაგრამ ჩვენი წევრი და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ პროგრამაზე მუშაობაში და პრინციპში ყველა დოკუმენტს, რომელსაც თქვენ ახლა თუ შემდეგ გაეცნობით, ეს არის ყველაფერი კოლექტიური შრომის და არაერთგზის განხილვის შედეგი და არ არის არც ერთი ეს პროგრამა რაღაცა ინდივიდუალური ნაფიქრის შედეგი. კეთილი, მე რასაც ჩემს მცირე დროში, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ მოკლე მიმოხილვებს გავაკეთებთ, მე რასაც დღეს გავაკეთებ არის ის, რომ პირველ ნაწილში ვისაუბრებ იმ მთავარ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ფუნდამენტურ გამოწვევებად, იმიტომ რომ სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვსაუბრობთ მერე უკვე აი ამ პრობლემების გადაჭრაზე და გამოსწორებაზე და მეორე ნაწილში უკვე ვისაუბრებ სამ მთავარ მიზანზე, რომელიც ჩვენ მიზნად დავისახეთ აი ამ ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტით და ასევე გარკვეულწილად შევეხები გადაჭრის გზებს, რომელზეც ამ ეტაპზე ვთანხმდებით. მაიამ არაჩვეულებრივი შესავალი გააკეთა და არაჩვეულებრივად ახსნა ის მთავარი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დგას და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა არის სავალალო მდგომარეობაში, აქ გამოვყოფდი სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი ეს არის თვითონ ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებით, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა. იცით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აი ამ სრული ნგრევის და დაშლის და დეინდუსტრიალიზაციის პროცესმა გამოუსწორებელი კვალი დატოვა ჩვენს ეკონომიკაზე, რისი გამოსწორება და აღმოფხრაც დღემდე ვერ მოხდა და სახეზე ვიღებთ ისეთ ეკონომიკას, რომელიც ფაქტიურად ვერაფერს ვერ აწარმოებს და ვრჩებით ისევ, არ ვიცი, ღვინის, გაზიანის სასმელების, ნედლეულის, ნედლი მასალის და ამ ჩვენი ბუნებრივი რესურსების, რომელთა ექსტრაქციაც ხდება, მათ იმედად, იმიტომ რომ საერთოდ წინ ვერ წავიწიეთ, მარტივად რომ თქვათ, წარმოების კუთხით და მომსახურების სექტორების ხარჯზე ვითარდება ეკონომიკა. ამას ისევ დავუბრუნდები. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენ რასაც ვხედავთ და რაც ასევე არის ჩვენი ეკონომიკის პროგრამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ჩვენი ეკონომიკის პერიფერიულობა. საქართველოს სამწუხაროდ არა აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ამბიციური ეკონომიკური განვითარების გეგმები დაისახოს, ყოველ შემთხვევაში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მაინც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული როგორც სხვა ქვეყნებიდან შემოსულ საქონელზე, ასევე უცხოურ ვალუტაზე, ასევე უცხოურ კაპიტალზე და არის მთელი რიგი ეს გლობალური ძალაუფლებრივი სტრუქტურა, რომელიც არის აბსოლუტურად უთანასწორო და იერარქიული, ხო, დაწყებული სესხების გაცემის პოლიტიკებიდან თუ სხვადასხვა პოლიტიკების რეკომენდაციებიდან, რომლებსაც ჩვენი ტიპის ქვეყნებს ურჩევენ და ავალდებულებენ კიდეც
სამწუხაროდ არის მკაფიო, ესე ვთქვათ, შემოსაზღვრული საზღვრები რის ფარგლებშიც, აი ამ ჩვენი პერიფერიულობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე და ტრანსფორმაციაზე. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მაბრუნებს იმ პირველ ფაქტორთან, როდესაც ეკონომიკის სტრუქტურას უსვამ დიხას, ჩვენ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში სახეზე მივიღეთ ეკონომიკა, რომელიც ფაქტიურად ამოვარდნილია და მოწყვეტილია საერთოდ ადგილობრივ საჭიროებებსაც და საერთოდ ჩვენს ადგილობრივ გამოწვევებსაც. ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ზრდა არ აისახება, რა თქმა უნდა, აქ პრობლემა არის გადანაწილების პოლიტიკაშიც, მაგრამ გადანაწილების გარდა ეკონომიკაში არის მთელი რიგი სექტორები, როგორიც არის ფინანსური სექტორი, უძრავი ქონების სექტორი, ახლახანს დაემატა ესეთი IT-ის და კომუნიკაციების სექტორი, რომლებიც დიდი სისწრაფით იზრდებიან, ისე რომ ამას ჩვენზე მოსახლეობის დიდ ნაწილზე არანაირი გავლენა არ აქვს, არც კრიზისებს არ აქვს დიდად გავლენა აი ამ სექტორებზე და თითქოს გაანყენებულად მოსახლეობის პირდაპირი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გაცალკევებით ეს სექტორები მაინც ზრდას განაგრძობენ ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის, ესე ვთქვათ, საჭიროებები არც კი არის საერთოდ მათთვის მნიშვნელოვანი და აქ უფრო მეტსაც გეტყვით, რომ გლობალურად უკვე ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რაც უფრო მეტად და რაც უფრო წინ მივიწევთ აი ამ ეგრეთ წოდებული ტექ კაპიტალიზმისკენ, სადაც უკვე ალგორითმები, მონაცემები, კრიპტოვალუტები თუ ასე შემდეგ, აი ეს სექტორები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, კაპიტალიზმისთვის მით უფრო ნაკლებად ნიშნულოვანი და გასათვალისწინებელი ხდება რიგითი ადამიანების მოსაზრება, მათი უკმაყოფილება და მათი საჭიროებები და აი ამ ტენდენციას ვხედავთ. ასე რომ აი ეს პირველი ნაწილი რომ შევეჯამო, როდესაც ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის შესახებ მსჯელობთ, ჩვენ ცხოვრობთ ეკონომიკაში, რომელსაც ჩვენი საჭიროებები არ აინტერესებს. ფაქტიურად მთავარი პრინციპები აი ამ ეკონომიკის მოქმედების არის ძარცვა, ხო, და გრევა, ძარცვა როგორც ბუნების, იმიტომ რომ ყველა ბუნებრივი სიმდიდრე, რაც შეიძლება იყოს, ხო, ტყეებიდან დაწყებული, მდინარეებიდან თავრებული თუ ბუნებრივი რესურსებით, ყველაფერი არის მიჩნეული როგორც საქონელი, როგორც პოტენციური საქონელი, რომელსაც ვინმე მდიდარი უნდა მოვიდეს და ეპატრონოს და გაანადგუროს. ძარცვა, როგორც იქნება ეს სესხების გზით, მაღალი ფასებით, ტოტალიზატორებით, 1000 ფინანსური სპეკულაციებით თუ ასე შემდეგ და ფაქტიურად ქვეყანა გადაიქცა აი ასეთი ექსტრაქტივიზმის, ძარცვის პლატფორმად და ასევე იურისდიქციად, რომელიც სათანადო კანონებს ქმნის ფინანსური კაპიტალისტვის, განსაკუთრებით რომ აი აქ მოვიდნენ და ეს იქნება ჩვენი თავისუფალი ეკონომიკური ზონები თუ ასე შემდეგ, აქ იშოვონ ფული, ცოტა უფრო უხეშად რომ თქვა და აქ გამდიდრდნენ, ისე რომ ჩვენი სარგებელი აქ ჩვენთვის აქ და ქვეყნის სარგებელი თითქმის არ რჩება. ამიტომ არის სწორედ ის, რომ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, სიღარიბის მაღალი დონე, საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს განადგურება. ამას ვხედავთ ჩვენ უკვე არაერთი სოფლის, არაერთი რეგიონის მაგალითზე, ხო, სადაც ფაქტიურად ადამიანებს ფეხქვეშ ეცლებათ თავიანთი მიწა და თავზე ენგრევათ სახლები და ჭერი. და ის ადამიანებიც კი, რომლებიც დასაქმებულები არიან პრეკარულად დასაქმებული, ფაქტიურად ბევრის დასაქმება უდრის დამონებას და აი ესეც ცდილობენ გადარჩენას, ის ტერმინი, რომელიც ყველასთვის ალბათ ცნობილია, რომ დასაქმებული ღარიბები არიან უკვე მასიურად, აი ამ მოცემულობას ვიღებთ, მაგრამ მეორე მხარეს არის ის, რომ კაპიტალის კონცენტრაცია ხდება სულ უფრო და უფრო, ჩვენთან კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია ნებისმიერ სექტორში, ან გვაქვს ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური სტრუქტურები და იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ჩვენი მთელი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა ფაქტიურად ერთია. ეხლა რაც შეეხება ჩვენი აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე იმ სამ მთავარ მიზანს, რომელსაც მიზნად ისახავს ეკონომიკის პროგრამა, ეს მიზნები გახლავთ პირველ რიგში ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის საფუძველზე ღირსეული და თანასწორობაზე ორიენტირებული ცხოვრების პირობების შექმნა. მეორე ეს არის საჭიროებებზე მორგებული ეკონომიკის შექმნა და ეგრეთ წოდებული საჭიროებების ეკონომიკის აშენება და მესამე ეკონომიკის დემოკრატიზაცია და სუვერენული მოქმედების არეალის გაზრდა.
ძალიან მოკლედ თითოეულ მათგანს შევეხები, იმიტომ რომ დროც როგორც მანიშნებენ უკვე ძალიან ცოტა რჩება. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ეკონომიკური სისტემა და საარსებო გარემო, სადაც ადამიანები იგრძნობენ თავს ღირსეულად, მათი საბაზისო მოთხოვნილებები იქნება დაკმაყოფილებული და იქნება ეს განათლებაზე წვდომა, საცხოვრისზე წვდომა, ჯანდაცვაზე წვდომა, თუ სურსათზე, ხო, ეს არ იქნება ფუფუნების საგნად მიჩნეული ეს ყველაფერი და აი ამ სექტორებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ცოტათი რომ გადაჭრის გზებსაც გადავწოდეთ, აი ამ რიგ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი და მეტი როლი ითამაშოს და ყველაფერი ბაზრის პრინციპებს და მოგების ლოგიკას არ დაუქვემდებაროთ, როგორც ახლა არის. და რა თქმა უნდა, ისე განვითარება, რომ ჩვენ არ ვანადგურებდეთ საკუთარ საარსებო და ბუნებრივ გარემოს. რა თქმა უნდა, აქ ასევე ჩნდება კითხვა, რომ სანამ გადანაწილებაზე და სანამ თანასწორობაზე და ჩვენი ამ დოულაცის თუ რესურსების თანაბარ გადანაწილებაზე ვისაუბრებთ, ხო, სადაც ჩვენ მოვიაზრებთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკას, იქნება ეს საგადასახადო პოლიტიკა, ხელფასების პოლიტიკა, მონოპოლია, ოლიგოპოლიებთან ბრძოლა თუ ასე შემდეგ, ისევე როგორც ძარცვის მექანიზმების პირდაპირი შეჩერება, ხო, როგორიც არიან ეს ტოტალიზატორები, იქნება თუ ადამიანების გამოსახლება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უნდა დავაგროვოთ უფრო მეტი დოულათი. როგორ შეიძლება რომ შევქმნათ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი და აქ ჩვენ მსჯელობთ და განვიხილავთ ინდუსტრიალიზაციის სხვადასხვა სტრატეგიებს, რომელიც არ იქნება აგრესიული, იგივე ჩვენ საარსებო გარემოსთან მიმართებით, არ იქნება ასევე მაინც და მაინც ცენტრალიზებული და ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლების დაგეგმვის ქვეშ და აქაც არსებობს არაერთი შედარებით უფრო დეცენტრალიზებული და ასევე დემოკრატიული მიდგომები ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით და ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ. აქვე მეორე მიზანი, როდესაც საჭიროებების ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, პრინციპში პირდაპირ კავშირშია და გადაჯაჭვულია იმასთან, რაზეც უკვე ვისაუბრე, იმიტომ რომ როდესაც დავიწყებთ და ფიქრს და მსჯელობას იმაზე, თუ როგორი სექტორების განვითარება გვინდა იგივე იმ ინდუსტრიალიზაციის ფარგლებში, როგორი ეკონომიკური საარსებო გარემო შექმნა გვინდა, აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რა გვჭირდება. რა გვჭირდება ჩვენ? გვჭირდება თუ არა რომ ვიყოთ კრიპტოვალუტების ჰაბი, გვჭირდება თუ არა ვიყოთ უცხოური კომპანიების, IT კომპანიების უბრალოდ გამოსაყენებელი იურისდიქცია, გვჭირდება თუ არა ვიყოთ, არ ვიცი, 200 ჰესის სახელმწიფო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საჭიროებების ეკონომიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ჩვენთვის და ასევე აქ რაც ძალიან ცენტრალური მნიშვნელობის არის, რა თქმა უნდა რომ გასაგებია რომ მოგება საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა სექტორის განვითარება თუ ცალკეული ბიზნესების წახალისება მხოლოდ და მათი წარმატება არ უნდა იზომებოდეს ვინ უფრო მეტ მოგებას ნახულობს, ვინ უფრო მოხერხებულია ამაში, არამედ იმით თუ რა სარგებელი მოაქვთ ამა თუ იმ ეკონომიკურ სექტორს თუ ბიზნესს, ზოგადად საზოგადოებისთვის და როგორ აუმჯობესებენ ჩვენს ყოფას და არსებობას. და ბოლოს მესამე მიზანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალურია, ეს უკვე ეხება დემოკრატიზაციას და სუვერენულობის არეალის გაფართოებას, იმიტომ რომ გასაგებია რომ ჩვენ აბსოლუტურად სუვერენული ქვეყანა ვერასოდეს გავხდებით. დემოკრატიზაციაზე საუბრის დროს ბევრს ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება რომ ეკონომიკურ დემოკრატიას მივაღწიოთ, როგორც მოპოვების, ისე წარმოების და ასევე ალოკაციის დემოკრატიზაციით და აქ დავუბრუნდები ისევ იმას, რომ და ამაზე ჩვენი დემოკრატიის დოკუმენტზე მომუშავე გუნდი ასევე ცალკე მუშაობს, რომ არ წარმოადგენს არანაირ აუცილებლობას და პირიქით უკეთესიც იქნება ჩვენი გადმოსახედიდან, რომ ძალაუფლება იყოს დეცენტრალიზებული, მათ შორის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან და საჭიროებებთან მიმართებაშიც და რაც შეეხება სუვერენულობას, აქ უკვე განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მსგავსმა პერიფერიულმა ქვეყანამ, რომელიც როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამდენი სტრუქტურული ფაქტორით არის დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალი იქნება ეს ვალუტა თუ იქედან შემოტანილ იმპორტირებულ საქონელზე, როგორ შეიძლება რომ შეამციროს ერთის მხრივ ეს დამოკიდებულებები, როგორ შეიძლება რომ ისე ვაწარმოოთ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და ისე შევიდეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალიანსში, რომ არ დაგვავიწყდეს და პირიქით ცენტრალური ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყოს
ჩვენ რა გვჭირდება განვითარებისთვის, ჩვენ როგორი ეროვნული ეკონომიკური განვითარების გეგმა გვაქვს, როგორი არის ჩვენი ხალხის ინტერესი, ეს როცა მყარად გაცნობიერებული და გათავისებული გვექნება, მერე უკვე უფრო კარგად და ჩვენი საზოგადოების საჭიროების მიხედვით და ინტერესის გათვალისწინებით შევალთ ამა თუ იმ მოლაპარაკებაში, იქნებიან ეს სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნები თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, აქაც საქმე უიმედოდ ნამდვილად არ არის და ბევრი მიმართულებით შეიძლება აი ამ სუვერენულობის გაზრდა. და სულ ბოლოს და დავასრულებ, ალბათ მისმენთ და ბევრი თქვენგანი ფიქრობს, აი ამ ყველაფრის განსახორციელებლად და მისაღწევად ფული საიდან უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ სულ გვესმის, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და შეიძლება ბევრი იდეა ვქონდეს, მაგრამ ამის განხორციელების საშუალება არ გვაქვს. აქაც ასე ცუდად და ასე პესიმისტურად საქმე ნამდვილად არ არის, როგორც გვეუბნებიან. არსებობს არაერთი მექანიზმი, რომელიც უბრალოდ არ უცდია არც ერთ მთავრობას აქამდე რომ გამოეყენებინა და აი ამ მექანიზმებზეც ვფიქრობთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რაც არის ის რესურსები და ის ფული სად მიდის, სად იხარჯება, ვინ ხარჯავს, როგორ შეიძლება დავაბრუნოთ სახელმწიფოს მფლობელობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და თუნდაც მომგებიანი სექტორები, რომელიც გაზრდის ჩვენს შემოსავლებს, როგორ შეიძლება რომ გავზარდოთ ასევე საშემოსავლო გადასახადების კუთხით შემოსავლები და ამის გარდა აუცილებლად აი ამ ეროვნული განვითარების ეკონომიკურ გეგმას დასჭირდება ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის განვითარების ბანკი და ეროვნული ბანკის ძალიან აქტიური ჩართულობა და აი როცა მე ცოტა ხნის წინ დემოკრატიზაციაზე ვსაუბრობდი, დემოკრატიზაცია აქ არ არის აბსტრაქტული ცნება, ის მათ შორის ეხება ზუსტად ისეთი ინსტიტუტების დემოკრატიზაციას, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რომ ის ჩადგეს მოსახლეობის და ეკონომიკის სამსახურში თავისი საკრედიტო პოლიტიკით. შესაძლებელი არის სხვადასხვა ტიპის ეროვნული განვითარების ფონდების შექმნა და რა თქმა უნდა ბოლო გამოსავლად ყოველთვის რჩება საგარეო და საშინაო ვალის აღება. ამიტომ რომ შევაჯამო, მარტივად საქმე ნამდვილად არ არის და ჩვენ როდესაც აი ამ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაზე ვფიქრობთ და მსჯელობთ და მერე განვიხილავთ მოძრაობის შიგნით და უკვე ვაპირებთ, რომ ეს აქტიურად განვიხილოთ ასევე მოძრაობის გარეთ სხვადასხვა ჯგუფებთან, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ყველა იმ შეზღუდვას და იმ წინააღმდეგობას, რაც შეიძლება აი ამ ტიპის განვითარების გეგმას შეხვდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებლად უნდა ვცადოთ ბევრი გზა, ბევრი მექანიზმი, რომელიც აქამდე არც ერთ მთავრობას არ გამოუყენებია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამაზე არ ვიზრუნებთ, ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარებას, აი ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სამწუხაროდ ვერავინ ვერ დაგვპირდება და ვერავინ განახორციელებს. მადლობა.